ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების წარმოებელ ქარხანას ბორგაზზე განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ამოდის ქარხნიდან ძლიერი კვამლი. გავრცელებული ინფორმაციით ვორონეჟს ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტებით დაარტყეს. უკრაინული მედია წერს, რომ ქარხანა აწარმოებს ტრანზისტორებს, დიოდებს, მიკროსქემებს და სიმძლავრის მოდულებს, რომლებიც გამოიყენება რუსული რაკეტების, მათ შორის ისკანდერისა და კალიბრის რაკეტების მართვის სისტემებში, ასევე რადიოლოკაციურ სადგურებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებში. ეხლა უყურე რა ხდება ქალბატონო თამარ. თავიდან დასავლეთი უზღუდავდა ზელენსკის რუსეთზე დარტყმებს და ეუბნებოდა ჩვენ არ მოგცემთ ამ რაკეტებს. არ დაარტყა რუსეთს, ეს უფრო მძიმე სიტუაციას გამოიწვევს. დღეს როგორ ჩანს, ეს წითელი ხაზები გადაილახა და დასავლეთი პირდაპირ ეუბნება ზელენსკის, რომ დაარტყი. პრობლემა არ არის. ბურთი და მიზანი რა არის ამისი, რომ შიდა რევოლუცია მოუწყო პუტინს? იმიტომ რომ ეხა ბუნებრივია, რომ მისი იმიჯი ნადგურდება ამ ყველაფრის შემდეგ, ხო? ეხა ბევრი ადამიანი, რომელიც აქამდე პუტინს თვალდახუჭული ენდობოდა, კითხვის ნიშნები გაჩნდა, როგორ მოსკოვს უტყამენ, ბომბავენ, იმას უტყამენ, ბომბავენ, ამას უტყამენ, ბომბავენ და ამ დროს შენ არაფერს არ აკეთებ და ხიდს უშენ ბომბას და იმასაც ვერ არტყამ და რა ხდება? ნახეთ როგორი რიტორიკა არის დღეს, ხო? ევროპა ძალიან ბევრ სტატიას ნახავთ სათაურით, რომ ევროპა ემზადება რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის. მაგრამ რომ განვიხილოთ, ევროპელებს შეუძლიათ რუსების წინააღმდეგ აწარმოონ ომი, არ შეუძლიათ. ამიტომ უკრაინის ხელით აწარმოებენ. უკრაინის ხელით აწარმოებენ, ბუნებრივია. შენ უკრაინელ ადამიანებს არავინ არ დაგიდევს და ეს ამ რამდენი მილიონი იყო, 46 მილიონიანი სახელმწიფო ფაქტობრივად გაანადგურეს.